დღეს იცი რა ვიყიდე? მომწია ყურადღება. ცადე. ფეხბურთს უყურებ არა. კარგი ხარა. ამ 22 კაცს აღარ ჯობივა რა? ჯობი ხარ კი. ვინ იგებს? ნუ კარგი, მაშინ ჩვენ მისკენ ვართ. უყურე. სასიამოვნო ვახშამი იყო. არა, ჩვეულებრივი. ინებეთ თქვენი ანგარიში. ეკმარლით. თუ შეიძლება, რაც დარჩა ჩაგვილაგეთ. ჩვენი ძაღლისთვის. არ არის პრობლემა. ძვირფასო ძაღლის ყიდვას ვაპირებთ? აი თქვენ ფულის გამო დაწევით მამაკაცთან? სოდეს. კიდე კარგი. თორე ფული საერთოდ არ წამოვიდია. ფეხი რა ზომა გაქვს? 48. 48? ამ ხელა ფეხი რამ გაგიზა? რავი, ბავშვობაში სულ ფეხშველი დავდიოდი, სულ. მაგრად მიყვარდა ფეხშველი სიარული. მე ფეხში შვილ სიარულს უტრუსიკოდ გერბინა ჯობდა. არა, ერთი ავიღოთ. ორს რო ვიღებთ ყოველთვის გრჩება ხოლმე. ერთი ავიღოთ. იცოდე რო არ გვეყოს შენი ბრალი იქნება. ორი ავიღოთ რა. გვეყობა, ერთი ავიღოთ. გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო. მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ნათესაური და კლანური დაჯგუფებების შედეგად კონტროლდება ბიზნესი და იმართება ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეს ყველაფერი ესე აღარ იქნება. თანასწორობის და სამართლიანობის საფუძველზე იქნება ყველა არჩეული და შესაბამისად დანიშნული თანამდებობებზე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი გუნდი. თემურ თბილელი, მამა ჩემი. ვარლამ ჩოჩია, ჩემი ქვისლი. მზია თბილელი, მახვილაძისა, აბიდა ჩემი. და თემურ პაიჭაძე. ახლა თემურ პაიჭაძე ჩემი ნათესავი არ არის, ჩემი ოჯახის, ის ჩემი მეგობრის შვილია. ჩემმა მეგობარმა მთხოვა მთელი დღე ქუჩაში დგასო და იქნებ რამენაირად ქუჩას მოვაშოროთო და დავასაქმოთო და როგორც ხედავ დავასაქმოთ და იგი დროიდან ჩვენს რიგებშია დასაქმებული. მოკლედ მე გთხოვთ ხმამისცეთ პოლიტიკურ მოძრაობას საქართველოს ნეპოტიზმის გარეშე.
შენთვის არ ვთქვამთ, შენ სტოუნს რო გეხარ. კი, უთქვამთ. აუ მიდი რა ესე გააკეთე რა შენ სტოუნი რო აკეთებს იმ ფილმში მიდი რა. რესტორანში. კარგი სირცხვილი. აი შენ სტოუნი გააკეთებდა. ალო, კეთი, მადლობა. გეყოფათ, იცი, აზრი არა აქვს. მაინც დაიძინა. კეთი, გესმის? კეთი? მიდი აი ესა დაუშვით. აი ხა ცოტა მოვაბრუნოთ და გავაეგრევე. ვაიმე, სამსახურიდან მიშვებთ? სამწუხაროდ ძვირფასო. შემცირებაში მოყევი. უკაცრავ. მოდი, ცოტა აქეთ თავი წამოუწიე, აი ესე. აი ესე. მაგარი ძაღლი. სპანელია სუფთაძიშის ჩემაცოლმა მაჩუკა დაბადების დღეს. შენ რა ქენი იყიდე? არა, მე კატა ვიყიდე. ჩეინჩი იმ დღეს რა დამემართა? ცოლს კინაღამ საყვარლის სახელი დაუძახა. და მე ამდექი და კატა ვიყიდე რა. და კატას დავარქვი საყვარლის სახელი ციალა. ნუ ეხა თუ ამერია და რაღაცა, ნუ ვითომ კატის სახელია რა და კატის სახელში ამერია და ეგ არის. კარგად მოგიფიქრები. შენ ძაღლს რა ქვია? ჩემაცოლმა დაარქვა კოტე. კოტე. მოდი აქ. კოტე. მოგზავნით. და ესეც გამიტარეთ რა თუ შეიძლება. გასაგებია რომ სამსახურის დაწყება გინდათ, მაგრამ ჩვენთან ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა აუცილებელია და თქვენთან. კი, მაგრამ მეგრული და კალკულატორი არ წავა? სანტიმეტრი რამდენია? 25? აი, ესე ამდენი იქნება. 25? ნუ, აი, დაახლოებით, აი, ამდენი იქნება.
გამარჯობა. მარტო ხართ? კი. ხელს ვარ გიშლით? არა. ისე ძალიან მეგობრს როგორ შეიძლება შენისთანა ლამაზი გოგო მარტო იყოს და მეგობარი ბიჭი არ ყავდეს. იცით, მე მყავდა მეგობარი ბიჭი. დაშორდით? არა. გარდაიცვალა. რა სამწუხაროა. ხო. ჩემო ქმარმა მოკლა. საყვარელო, შენთვის სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? დახუჭა თვალები. 10 9 8 7 6 5 ნახევარი 5 4 ნახევარი 4 3 ორ ნახევარი 2 1 რა სიურპრიზი? სურპრიზი. სურპრიზი? ახალი ჩუსტები ვიყიდე. არი ნერვი, ნუ გეშინე, ვიც პირველია რთულია, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩაივის. ისუნთქე ხო? კარგი. ვიცი რომ ყველაფერი განევრიულებს პირველია, მაგრამ აი თავარი არ ნერვიო, ყველაფერი კარგად იქნება. ღრმად ისუნთქე. მოდი. აბა, ყურადღებით. დღეიდან სამსახურში ვიბლის 3 დღეში ერთხელ და ხელფასი მექნება 3000 ლარი. ვინ მოგახსენა? ჩემმა ადვოკატმა და გინეკოლოგმა. ნუ არაფერია. შენ გადაიღალე. სამსახურში მძიმე დღე გქონდა. ნუ კარგი, ყველაფერი კარგად არის. დავიძინოთ. აი ეს ხო ერთხელ მოხდა. მეორედ აღარ მოხდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორედ აღარ მოხდება. არა ეს როგორ დაგემართა? ნანო მაინც ნეტა? კარგი რა. ესეთი რა გავაკეთე? დედა შენისთვის დამავიწყდა დაბადების დღის მილოცვა. ესეთი რა გავაკეთე? აი, შვენიერი პარაშუტი. ხო, სათადარიგო პარაშუტის მოყვება, ხო? სათადარიგო არ მოყვება. რომ არ გაიხსნას. არა, პრობლემა. მოგვიტანეთ და გამოგიცვლით. გამოგიცვლით. ხო, კარგი. მადლობა. ეგ არის რა. სამწუხაროდ თავიდან უნდა გავკვეთოთ. რატომ? პირველი ოპერაციის შემდეგ
მაკრატელი დაგვრჩენია, აი. ექიმო, მაგის გამო ნუ გამკვეთავთ და მე გიყიდით ერთ მაგრატელს. რა? გიყიდით ერთ მაგრატელს, ნუ გამკვეთავთ ამის გამო. აი ეს პიცა იმ გოგოებს მეუდანი რა ჩვენი სახელი. აი ეს პიცა ჭეკმა გამოგიგზავნეს. არაფრის. იცი რა, სასმელ მეუდანი რა კიდე. ისეთი რა, კარგი ძვირია. კონიაკი. ჩვენი ამაღამორი. აი ეს სასმელიც ბიჭებისგან. არაფრის. ჰა. მოდით. ამავა ხო? ექიმო. ისეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს ვერავინ ვერ მომჩნევს. რო ვლაპარაკობ, არავის არ ესმის ჩემი. ექიმო. შემდეგი შემოვიდეს, თავისუფალი ვარ. არაუშავს. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ლოგინში იყოს ჰარმონია, მრავალფეროვნება. ლოგინში ჰარმონია ნამდვილად გვაქვს. ძალიან კარგი. ხან მე არა მაქვს თავი და იმას არ მინდა. ხან იმას არა აქვს თავი და მე არ მინდა. ხან არცეც არ გვინდა და ხან ორივეს არ აქვს თავი. რაკენი შენ ჩაასწორე მან? კი, აი ეს ფუცელია. აჩვენე. არ შემიძლია ამდენი საქმე, ამდენი საბუთები. სახშიც კი არ გამირეკავს ერთი. დავრეკავს. ალო, როგორ ხართ? კარგად? გონი სხვაგან მოუ. ალო. ვეღარ მოვახერხე დარეკვა და რო ხო კარგი მერე დაგირეკო. ხედავ. ხედავ. მე გაგეკეთებინა ეგრე. რავი, როგორ შემითხარი, ისე გავაკეთე. მე ეგრე არ მithქვამს. მე გითხარი წინ თქო, როგორც იქ არის. შენ თქვი რომ კარადა წინ იდგეს და ჭერი უფრო კარგად გამოჩნდესო, ხო? აი, ხედავ, დივანიც როგორ უდგა? და ხალიჩა როგორ ხდება? ხალიჩა ხო. გამარჯობა ძვირფასო ამომრჩევლებო. ხმამიაცით ჩვენს პარტიას ყველაზე ლამაზები და ძერსკები. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მამხილებელი ინფორმაცია ჩვენს მაღალ ჩინოსნებზე. ერთ-ერთი მათგანი ჰავაიზე იმყოფებოდა დასასვენებლად. მეუღლესთან ერთად, ხო? წები ოპერაცია რომ გაიგეთა? კი, ერთხელ კი რა მოვარჩენ. ზგდა ამოწონა. ძალიან გოგო, მედიაცია ხოლმე გადაირევდა. არა, ხო ხდებია რა ჰავაიზე. აი, კარგი, დავამთავროთ. ხმამიაცით ჩვენს პარტიას ყველაზე ლამაზები და ძერსკები. და ხმას თუ არ მოგცემთ, Facebook-ზე მაინც დაგვალაიქეთ. ხო გოგო. უი, ხო, მე ვარ. ვინ არის? ეკუჩა. დაგწეთ. მადლობთ. ხო, დედიკო როგორ ხარ?
ხოდე. ხო, მართალი იყავი დედა, მართალი. რომ მეუბნებოდი კაცურად უნდა დადგე, ბევრი არ უთმინო, მართალი იყავი დედა, არ დაგიჯერე და ვიცი დედიკო, ვიცი. აცი დაგიჯერე. ვიცი. ხო დედიკო, ცოტა უფრო კაცურად უნდა დავდგე. ხო დედიკო. კარგი დაუცა ხო? კარგი ვითომ მე და შენ მაშინ არ გვისაუბრია. კარგი. სალომე. მოდი დედა შენია, საყვარელო. ვაი, შეგარყვნილო ზუკნაში. შეკახპაშე. გოგო, შენ რა გონია? შენ დაგაგრებინებ რამნებავს, არა? შენ დაგაგრებინებ, გოგო. ნიკო, გაჩერდი, რა ამაში ზურა. აი ამ სილიკონიან ქალში გავსვან. ბაცალე, დამშვიდდი. საგადასახადოდან არის ეს კაცი. არ არის მდივანი, არ არის გაცვა. გამოდი. მე ვიცი ამის საგადასახადო. არ არის მდივანი. არ არის მდივანი. ბოდიშვილი, ქალბატონო ნინო, აპატიეთ. ცოტა რაღაც ეჭვიანი ცოლი მყავს და. არა, უშავს, ბატონო ზურა. ბატონო ზურა, აი ეს თქვენი ყავა. ხო, ეხლა ამ საბუთებსაც ჩავასწორებ და შემოგიტანთ ეხლავე. ჩასწორე.